მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადო ვარ, თქვენ უყურებთ ჩემ არხს, ლადოს არხს, გთავაზობთ ახალ ვიდეოც უძრავი ქონების გაქირავების შესახებ. უკვე გაჩვენეთ შემოსასვლელი კორპუსის, ჩვენ ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მისამართი უწერია ანდრონიკაშვილის პირველი ნომერი. ისე სასამართლოსთან ვიმყოფებით, გაჩვენებთ ახლა ხედებს, ახალაშენებულ კორპუსში ვიმყოფებით 13-იანის მე-13 სართულზე. 67 კვადრატული მეტრია საცხოვრებელი ფართი და გაკეთებულია 2 ოთახად და ცალკე აქვს გამოყოფილი სამზარეულო, გაჩვენებთ ყველაფერს და გამოყოფილია კიდე ერთი საბავშვო ოთახი, ხო, როგორც ვხედავ? ხო, ერთი საბავშვო ოთახი, იქ შუქი ავანთოთ იმ ოთახში. ესე იგი, დავიწყებ ახლა ჩვენებას შემოსასვლელი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შემოვედი თუ არა მოწონების სანავე მოწონება მიიღო ამ ბინამ. აი შემოსასვლელია, ცენტრალური გათბობა, გაჩვენებთ სრულ წერტილებს. ყველაფერი არის, რასაც ხედავთ, სარეცხი მანქანა, აი ესეთი ლამაზად მოწყობილი სრული წერტილები. მისაღები ოთახი. საკმაოდ დიდი სამზარეულოა. ეს საძინებელი. შევეცადოთ აბა შუქის ანთება. და აი აქედან პანორამული ხედები ქალაქზე და რა თქმა უნდა სასამართლოზე. აივანი. აივანი. აი ესეთი ორი აივანი აქვს, ერთი გადის სამზარეულოდან და ერთი მისაღები ოთახიდან. ანუ საძინებლიდან. აი ესეთი ხედები აქვს. შემოვდივართ ისევ საძინებელ ოთახში. ეს ავეჯი და ეს ყველაფერი რასაც ხედავთ, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ყველაფერი რჩება. გაქირავების შემთხვევაში ყველაფერი რჩება. ეს ისევ მისაღებ ოთახში ვართ. და გაჩვენებთ სამზარეულოს. იქნებ გადაიფიქრონ. ეს არის მისაღები ოთახი. აქედანაც რა თქმა უნდა ხედები ქალაქზე და სასამართლოზე. საკმაოდ დიდი ფართია სამზარეულოში. დიდი მისაღები ოთახი. და გვჩება პატარა ოთახს გაჩვენებთ. აი ესეც პატარა ოთახი, საბავშვო ოთახი ან კაბინეტი. აი ესეთი ოროთახიანი გაჩვენეთ, რომელიც ქირავდება ქალაქის სასამართლოსთან. კაიბინა, ფასი და დანარჩენი ინფორმაცია იქნება მითითებული ვიდეოს ქვეშ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სააგენტოს ნომერია 593 16 58 23. გემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ეს ვინა, დამირეკეთ. ასევე იქნება მითითებული მეპატრონის ნომერი ვიდეოს ქვეშ, იქნება ფოტორეკლამებიც, დაგვიკავშირდით, მოგიყვანთ, გაჩვენებთ და დანარჩენს მოილაპარაკებთ მეპატრონესთან. გემშვიდობებით, მომავალ ვიდეო.